გამარჯობათ, პატიოსანო ხალხო. ვიღაცამ იქ კომენტარიაში მომწერა შენცო რუსი ხარო გრიშუნიაო. მე ჯერ ერთი რუსეთში კი დაბადებული გაზრდილი ვარ, მაგრამ მე რუსი არა ვარ, მე დედაჩემი უკრაინელი ქალია. უბრალოდ უკრაინელი ებრაელი. ეს ერთი და მე მეორე რუსებშიც არის ცოტა, მაგრამ კაი ხალხი. ცოტა, მაგრამ არის. და ახლა რას გეტყვით მე? აი ერთი რაღაცას მოგიყვებით და თქვენ მე თქვით ესეთი რაღაცას გააკეთებს ქართველი კაცი? ჩემთან იჯდა ერთი ვოვა ქვიოდა და სამი და ყავდა. და სამივე და მოყავდა ზონაში, სვიდანიებზე მოდიოდნენ და სამივე დას ჟიმავდნენ ორი კაზიოლი და ერთი დნევალნი. То есть სამივე მისი და დადიოდა სვიდანკებზე კაზიოლებთან, იმიტომ რომ ამას ეცხოვრა ზონაში ბოლე მენე რომ მშიერი არ ყოფილიყო ეს გამზდელმოწყნული. იმისთან ზონაში ვიჯექი, სადაც 8 თვე ნახევარი არ გამოსულა კარცერიდან. ამოვყავდი ერთი დღით, ორი დღით ისევე უკან. და ეს ჩვენ ბარაკში იყო ეს კარგმოწყნული. მე ეს საიდან ვიცოდი ახლა იცით? იქ იჯდა ქართველი კაცი იჯდა, კაი კაცი, პატრიოტული კაცი და რომ ამოვდიოდი ერთი ორი დღით ხოლ კითხულობდი, ახლა იგი ვინა, ხო? და მიყვებოდა იგი ესა. და ამას სამიო დაიო, ბიჭო ქართველი კაცი ამას არის ამს. სამი დაი მოყავდა სვიდანიებზე კაზიოლებთან. ეს ერთი. ადრე 2005 წელში ვიჯექი კიდო ტამბოვში და იქ იჯდა ერთი კაროჩე და მისი და მოყავდა მის ძმაკაცთან სვიდანიაზე. ძმაკაცობდა ვიღაცასთან და იგიო რა ქვიაო იმან უთხრა ბიჭო შენო რო დადიხარო სვიდანიებზეო სიმონ მეც მინდაო სვიდანიაზე ეგება შენ იმასო რა ქვიაო შენ გოგოსო ყავსო დაქალიო შენ ცოლსო ამან უთხრა რა თქინდაო გაზ მე დაიმყავს ეგ და ჩემ დას მე ვიყვანო ეს არის რუსი რო იცოდეთ ისე ვიმეორებ ყველა ეგეთი არაა დღესდღეობით რუსეთში ვინც ცხოვრობს რუსები დარჩენილი რუსები რუსეთში ვინცა ხო 90% ეგეთი პროჭია რო იცოდეთ